უკვე 600-ს გადააჭარბა იმ კომპანიების რაოდენობამ, რომლებიც ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ახალ არჩევნებს ითხოვენ. ბიზნესების გააქტიურება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ქართული ოცნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე უარის თქმას და sapasუხოდ საპროტესტო აქციების დაწყებას მოჰყვა. BMG-ის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე იმ ბიზნესების ჩამონათვალია გამოქვეყნებული, ვინც საკუთარი პოზიცია ღიად გამოხატა. 700-ზე მეტი კომპანიის ინფორმაცია ამჟამად დამუშავების პროცესშია. კომპანიებს საკუთარი პოზიციის გამოხატვის ვადა 19 დეკემბრამდე აქვთ. ამის შემდეგ გამოქვეყნდებამ განცხადების მხარდამჭერების სრული სია, ასევე იმ კომპანიების სია, ვინც განცხადებას არ შეუერთდა ან პოზიცია არ დააფიქსირა. არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას.